აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს. ეს დღე თომას კვირადაცაა ცნობილი და უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთთან, თომასთანაა დაკავშირებული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსახდრემ. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მაღავლინა. თანამსახურებდნენ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე 5 გვარი დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალ ყოვლადოსამღვდელოესო, მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა მშვიდობა თქვენდა. აი მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულის მათთან ერთად იყო უკვე. და კიდევ ერთხელ უთხრა მშვიდობა თქვენდა. და აი უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ამ მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. აი მაშასადამე უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას, ვერც ღმერთთან და ვერც ადამიანებთან. ამის დასტური არის მთელი კაცობრიობის ისტორია. საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში. არამედ ჩვენ რას ხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება. აი მას როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? მას ორი მნიშვნელობა აქვს, ის ორგვარია. ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ყოველგვარი წინაღობა იხსნება და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ მიუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. აი ეს არის მშვიდობა ღმერთთან. მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით. მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა ასევე სახარებისეული მცნებების დაცვით ადამიანებთან ურთიერთობაში. და ჩვენ ვფიქრობ დღეს ასევე იმაზე, როგორ მივაღწიოთ აი ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. რა პირობებია ამისთვის? ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა. ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. მეორე, რომ უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის. და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი. აი სამივე ეს მთავარი პირობებია მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით. ეს ორივე ერთად უნდა იყოს. გახსოვთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია რო ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას. ორივე ნება უნდა იყოს. მარტო ჩვენი ნებით რაც არ უნდა ვეცადოთ მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. და აი ეს სამი პირობაა, როგორც გითხარით, უმთავრესი. მაგრამ როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ცილის წამება ერთმანეთის, ლანძღვაგინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია. რასაც ჩვენ ხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში,
როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან ფაქტები თუ არ იციან ფაქტები თუ მარტო აღქმებს ეყრდნობიან თუ ჭორებს ეყრდნობიან, აი ესე იმეტებენ ძალიან სასტიკად ადამიანებს უშვერი სიტყვებით და რაზე მეტყველებს ეს ძალიან უკიდურესად დაბალ განვითარებაზე. როგორც გონებრივ განვითარებას გულისხმობ, ასევე სულიერს. რომ სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაცა დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული. აი ამიტომ უფალი ყველაფერს ხედავს. ის ხედავს ჩვენ ამ უსამართლო ქცევას, რითიც ვარღვევთ ჩვენ ამ მშვიდობას. და უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არამხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ გსურს ჩვენ მშვიდობა ჩვენ საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. და ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, კონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რა გინდა არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგწონდეს მისი იქცევა. და ვიმეორებ, კონდეს ლმობიერება და კიდევ რა არის იცით აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს. ჩვენი პირადი სისუსტეების და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ. აი როგორ გახსოვთ უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის, რომ ყოველივე რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენს გაუკეთეთ მათ. შემდეგი პირობა, როგორც გითხარით, ეს არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. აი, როდესაც ჩვენ ადამიანებს უთანაგრძნობთ, მათ მწუხარებებს, მათ სიხარულებს, ჩვენ უკვე ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები. შეიძლება ასე ითქვას. როგორც ამბობს უფალი ამაზე, რომ თუ გინდა რომ პირველი იყო, როგორ ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური. არა? და აი, რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ასე შემდეგ და ამაზე ჩვენ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუց ამის გაკეთება. დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. და როგორც გითხარით, მესამე პირობა, ერთ-ერთი უმთავრესი და ალბათ ესეთი მთავარი საფუძველი კიდევ აი მშვიდობის დამყარების გახლავთ პატიების უნარი, ურთიერთ იმტევებლობა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვებრძოლოთ ბოროტებას. არა? და ყველას მივცეთ ყველაფრის კეთების უფლება. და ამით წავახალისოთ ბოროტება. არა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას. ბოროტებასთან ბრძოლა ეს არის მოვალეობა ყოველი ქრისტიანის, როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემოც. მაგრამ ამასთან აუცილებლად უნდა კონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან და როდესაც საჭირო ამას უნდა ვავლენდეთ და ყოველთვის საჭიროა ეს. მინდა დავამატო. ის მტერთან მოქცევაშიც თუ თუნდაც რომ ამ კანონს ვასრულებდეთ, მაინც ეს გულმოწყალება და ლმობიერება აუცილებელია. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა მეთქვა, აი ახეთ როგორ ამბობს უფალი იესო ქრისტე, ორჯერ ამბობს მშვიდობა თქვენდა. და ეს მშვიდობა ჩვენ ძალიან გვჭირდება დღეს, როგორც არაფერი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. და ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე, როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც. კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს, ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ მტრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ, რომელმაც დღეს თავისი მშვიდობა მისცა მოციქულებს, დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო და მოგცეს ჩვენ თავისი მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს. უჯმაჯურიძეებს, ურთმელიძეებს, ჩერქეზიშვილებს, ძიძიკაშვილებს
და ლორიაშვილებს ღმერთმა დაგლოცოთ, აგახაროთ და გამრავლოთ და მშვიდობა თქვენს გვარებს და აყვავება და აღორძინება მრავალჟამიერ. შეგახსენებთ, რომ ზეგ სამშაბათს არის მიცვალებულთა ხსენება და გვექნება დიდი პანაშვიდი დღის პირველ საათზე. ქრისტე აღდგა. სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. აქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. სრულიად საქართველოს ულოცავ კვირაცხოვლობას და ვუსურვებ გაერთიანებას. ყოფილი გფარავდეთ და მრავალს დაესწარეთ. დღეს სრულიად საქართველოზე იმობს აღდგომის ტოლკვირას, რომელიც ასევე არის უდიდესი დღესასწაული ქართველი ერისათვის და მსოფლიოსათვის. ეს დღე და ზოგადად წლევანდელი წელი განსაკუთრებულია და გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ აღარ გვყავს ერის უდიდესი მამა ხორციელად, მაგრამ შევიძინეთ უდიდესი წმინდანი საქართველოსთვის დიდი მეოხი წმინდანი ზეციურ საქართველოში და მინდა რომ დარწმუნებული ვიყოთ მთელი საქართველო რომ ის გადმოგხედავს ყოველთვის და ჩვენს თხოვნას შეისმეს. ძალიან მიყვარს ჩვენი უწმინდესი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ბავშვობიდან გამორჩეული გზაბა მაქვს მის მიმართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ყველაფრისათვის, რაც ჩვენთვის გააკეთა მთელი წლების მანძილზე. ულოცავ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, კვირაცხოვლობას, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. ვუსურვებ ერს გამთლიანებას, პირველ რიგში ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნებას. ვუსურვებ ურთიერთშერიგებას, ურთიერთსიყვარულს და იმ მიმტევებლობას და იმ საოცარ სიყვარულს, რასაც ყოველთვის ქადაგებდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი. პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწარით ყველა და ასევე გილოცავთ კვირაცხოვლობას. კვირაცხოვლობა არის აღდგომის ტოლფასი კვირა და ეს არის მართლა განსაკუთრებული დღესასწაული ყველასთვის, ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის და განსაკუთრებული ასევე იმიტომ არის, რომ ეს არის პირველი აღდგომა და პირველი კვირაცხოვლობა პატრიარქის გარეშე, მაგრამ რამდენად დიდი ტკივილიც დაგვიტოვა, ამავდროულად ორმაგად დიდ სიხარულს გვანიჭებს ზეციდან. მისი წასვლით, ჯერ ძალიან ცოტა ხანი გავიდა, მართლა ძალიან ცოტა დრო არის გასული, მაგრამ მაინც იმდენად დიდი სასწაული გვაჩვენა, თუნდაც იმით, რომ ამდენი ხალხი იდგა რიგში მისი პანაშვიდისთვის და არავინ, არც ერთი ადამიანი არ დაღლილა, არაფერი არც დაღლა უგრძნიათ, მართლა სასწაული ადამიანი იყო, როგორც აქ ყველას მოგვიწოდებდა, რომ ერის გამთლიანებისთვის, სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა, თანადგომისკენ, იქაც ეხლაც ზეციდან იგივეს გთხოვს და ჩვენი მაგალითი უნდა იყოს პატრიარქი, ერის მაგალითი უნდა იყოს, ერის მამა იყო და ეხლაც იმის და მიუხედავად, რომ ეს ხორციელად ჩვენთან აღარ არის, სულიერად ყოველთვის გვანიშნებს იმას, რომ ჩვენს გვერდით არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაყობს ჩვენით და იმედი მაქვს, რომ მეც მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ, რომ პატრიარქი ვამაყო იქ, სადაც არის და მეც ვეცდები და როგორც ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი თანატოლები, განსაკუთრებით ჩემი თაობა, ყველაფერს ვეცდებით იმისთვის, რომ საქართველო გავამთლიანოთ და წარმატებული იყოს. ძალიან დიდი სევდით შეხვდით ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მაგრამ იმედით, ჩვენი პატრიარქის იმედით, ლოცვა კურთხევით, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, ის ჩვენს გულებშია და ჩვენც აქედან აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ მისი იმედები გავამართლოთ. ეს დღე თავისი არსით აღდგომის სწორადაცაა მიჩნეული, კვირაცხოველი, ანუ კვირა სიცოცხლისა. იმ სიცოცხლისა, რომელიც თავად მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ მოგვანიჭა. დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.